Ძირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და ეთერშია გადაცემა გრიფით საჯარო, მე მისი წამყვანი ქეთი სვანიძე გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი დაითმობა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და აღნიშნულ თემაზე სასაუბროთ ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის იმერეთის სამხარეო განვითარების თემის მობილიზატორი, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი მაკა ცერცვაძე, ხოლო მეორე ნაწილში, გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდებიან დღეს ქალაქ ქუთაისში გაიმართა სტუდენტური აქცია და ამ აქციის ორგანიზატორები. მოგესალმები, მაკა. მოგესალმებით. მადლობას მოგეხსენებ სტუდიაში მობრძანებისათვის. ჩვენს რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ რამოდენიმე დღის წინ 1 ივნისი იყო, ანუ ეს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე გახლავთ და აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა ქალაქებში დაიგეგმა ბევრი ღონისძიება, გაიმართა და ეს დღე ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება და შეგახსენებთ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დაწეს 1959 წლის ნოემბერში, ეს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააარსა და 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა განვითარებისათვის. თუ რა ხდება ქუთაისში დღეს ამ კუთხით, ანუ World Vision-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია და მაკა უფრო ვრცლად ისაუბრებს ამ თემაზე, ალბათ საინტერესოა რა ღონისძიებები ჩატარდა ქუთაისში და საერთოდ თქვენი ორგანიზაცია ამ კუთხით როგორ მუშაობს. ორი და სიტყვით აუცილებლად მინდა ჩვენს ორგანიზაციაზე მოგახსენოთ. იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა 2008 წლიდან დაიწყო. ერთ მცირეოდენ პატარა დაზუსტებას შევიტან ქეთი, რომ ჩვენ იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში მოღვაწეობთ ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ამიტომ ჩვენი სამიზნე ჯგუფი აქედან გამომდინარე არის ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 11 თემის მაცხოვრებლები და მათ შორის ახალგაზრდები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაისისთვის საომავლოდ რამე არ იგეგმება და სამხარეო განვითარების პროგრამის დაფუძნების ძალიან დიდი ინიციატივით რამდენიმე წლის წინაც კიდევ ჩვენი წარმომადგენლები ამისთვის გამოდიოდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს დროებით შეჩერებულია და ჩვენ თლიანად გადასროლილი ვართ, ასე რომ ვთქვათ, მოკლედ იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში, რომლის განვითარებისათვის ძალიან დიდი ღვაწლი, ენერგია გვაქვს გაცემული. მოგახსენებთ იმას, რომ World Vision-ი ეს არის ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლითაც მართლა ვამაყობთ ჩვენ ყველა თანამშრომელი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დღევანდელობაში ქრისტიანულ ფასეულობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ საზოგადოებაში მით უმეტეს. ჩვენთვის მთავარი ეს არის ბავშვთა კეთილდღეობა და სწორედ ამ მიმართულებით ორგანიზაციამ გაიზიარა სხვა World Vision-ის ოფისების გამოცდილება და განახორციელა ეს პროექტი, რომელსაც სამხარეო განვითარების პროგრამას უწოდებენ. ეს პროექტი არის რამდენიმე სექტორის მიმართულებით ხორციელდება, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ბუნებრივია ეს სამი ისეთი სექტორია, როგორც ხედავთ თქვენ თვითონ ქეთი, რომ კომპლექსური მიდგომით ბუნებრივია მივდივართ ბავშვთა კეთილდღეობისადმი. ანუ კარგი განათლებული მშობელი, განათლებული სკოლა, შეძლებული ეკონომიური მდგომარეობა, კარგი ჯანდაცვა ბავშვის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. დიახ, რა თქმა უნდა, ეს სამივე ერთად კომპლექსში და განხორციელდეს, მაგრამ საინტერესოა სანამ ამ ეს პროექტების განხორციელება დაიწყებოდა, ალბათ დავიწყოთ საუბარი, რა პრობლემები დაგხვდათ და ანუ რა პრობლემები გვაქვს დღესდღეობით და მე უკვე პროგრამა კონკრეტულად რა შედეგი გამოიღო ამ პროგრამამ. მოგახსენებთ, იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა 2008 წელს დაიწყო. მე სულ ახლახან 1 წელიწადია, რაც ამ ორგანიზაციის თანამშრომელი გახლავართ ქეთი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ის, რომ არ მომხდარა ისეთი დაწყება პროგრამის, რომ ამას სათანადო კვლევა, რა თქმა უნდა, არ უძღოდეს წინ. კერძოდ, როდესაც აიღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტი ჩატარდა სათანადო კვლევები, რომელშიც ძალიან დიდი ხანი მონაწილეობდნენ ჩვენი წარმომადგენლები და საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა სხვადასხვა სექტორიდან, ასე რომ ვთქვათ, აიღეს მათგან ინტერვიუ და გამოიკვეთა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში და განათლებაში. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, სწორედაც ასე დაიგეგმა ჩვენი სამუშაო გეგმა, რომელიც რამდენიმე წელზე არის გათვლილი და აი ამას მივყვებით სისტემატურად იმისთვის, რომ ერთ საერთო მიზნამდე, ბავშვთა კეთილდღეობამდე
სიკვდილამდე მივახციოთ და განვითარებაზე ვიზრუნოთ. არიან ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულად მაგალითად ერთი პროექტის განხორციელებით შემოიფარგლებიან. ჩვენ კი პროგრამა ავარჩიეთ იმდენად, რამდენადაც განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია ვართ და განვითარება მოგეხსენებათ მარტივად 1 და 2 წლის განმავლობაში არ ხერხდება. ეს მოითხოვს ცნობიერების ამაღლებას, ეს მოითხოვს გარკვეული უნარჩვევების გამომშავებას, ზოგადი განათლების მიღებას და რა ვიცი, ნელ-ნელა მივყვებით ამ საქმეს და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს უკვე ამ 2013 წლისათვის შემიძლია გითხრათ. მაკა, ნუ ეს ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და განათლება, რა თქმა უნდა, ესეთი პრიორიტეტული მიმართულებებია და სახელმწიფოთვისაც ზოგადად პრიორიტეტული მიმართულებაა ეს და მით უმეტეს ლევანდოვის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა დასახელდა როგორც ესე გამოკვეთილად პრიორიტეტული მიმართულება. მე მაინტერესებს სახელმწიფოსთან თუ გაქვთ კავშირი და ანუ სახელმწიფო რამდენად გეხმარებათ ამ პროექტების განხორციელებაში, ანუ თუ თანამშრომლობთ სახელმწიფოსთან. რა თქმა უნდა, ქეთი, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და თანამშრომლობა როგორც ბაღდათის, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტების გამგეობასთან. მე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მოვიხსენიო ისინი, იმიტომ რომ მათი თანადგომა მნიშვნელოვანია. იცით თქვენ ალბათ, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდება ისე თუ კონკრეტულად ადგილობრივი რესურს ცენტრის თანადგომა არა გაქვს, სკოლების მხარდაჭერა არა გაქვს, იქვე სხვადასხვა წარმომადგენლობითის მაგალითად რწმუნებულების მხარდაჭერა არა გაქვს. ამიტომ ჩვენ საკმაოდ დიდი პატივისცემით ავართ გამსჭვალულები ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან, რომლებიც ყველა სექტორში, რასაც კი ჩვენ გეგმავთ რომელიმე კონკრეტული აქტივობის განხორციელებას საკმაოდ დიდი მხარდაჭერით გვიდგებიან გვერდით. მაკა, ანუ თქვენს აი ამ პროექტში, რასაც იმერთი სამხარეო განვითარების პროგრამა ქვია, ანუ განათლების სექტორში არის ძალიან აი ეხლა აქ ბევრი ბროშურა მომიტანეთ თქვენ და ესეთი საინტერესო პროგრამები გაქვთ განხორციელებული. ანუ ეს დამაინტერესა იმან რომ 22 სკოლა და ბაღი გარემონტად დააღიჭურა. ანუ თქვენ გააკეთეთ აი ეს ყველაფერი. ანუ ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზაცია ხელს უწყობთ. აი ამ პროექტზე რო ვისაუბროთ, ანუ რა გაკეთდა კონკრეტულად? და რას გეგმავთ? ზუსტი ციფრები აი ამ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ქეთი კონკრეტულ ბროშურებში მოხსენებულია და მე მგონი კითხველისთვისაც ცოტა ისეთი მსმენელისთვისაც უკაცრავად ესე დასამახსოვრებლად ცოტა რთული იქნება, მაგრამ მე მოგახსენებთ იმას, რომ კი, ნამდვილად, ანუ როდესაც უკვე კვლევა გაკეთდა და გამოიკვეთა ესეთი სკოლები, რომლებსაც ინფრასტრუქტურის კუთხით გარკვეულ მხარდაჭერას საჭიროებდნენ, ჩვენმა ორგანიზაციამ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ გარკვეული თანადაფინანსება იყოს მათგან. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს კონკრეტულ თანხას, ეს გულისხმობს ადამიანურ რესურსებს. ჩვენ ყოველ თემში გვყავს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც თემის პრობლემატიკას გვაწვდიან. მაგალითად, არასოდეს არ მივდივართ კონკრეტულად სოფელში, ავიღოთ სიტყვაზე ფერსათი, სოფელი ფერსათი, სადაც გვინდა ამა თუ იმ პროექტის, მცირე პატარა პროექტის განხორციელება. აუცილებლად დავეკითხებით საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებიც მოგვაწვდიან თემისთვის არსებულ პრობლემას და მხოლოდ მერე ვიწყებთ უკვე იმაზე მუშაობას. ანუ ჩვენი ინტერესი აუცილებლად ემთხვევა თემის ინტერესს. აქედან გამომდინარე შედეგი ძალიან კარგი გვაქვს ქეთი და ადვილად მისაღები და მოსაწონი თემის მაცხოვრებლებისთვის. მაგალითად ძალიან კარგი პროექტად შემიძლია მოვიხსენიო, როდესაც მოხდა როკითის კაშხლის გაკეთება, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ თვითონ აი ამ როკითისა და დიდველის მაცხოვრებლებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება, რომ ადიდებული მდინარე და ეს არხი უქმნიდა საშიშროებას სოფლებს და იტბორებოდა მიწის ნაკვეთები. რა თქმა უნდა, ეს განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ დაცული იყოს კარმი და მოდაცული იყოს მათი სახნავსათესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული თანხა გავიღეთ იმასთვის, რომ ეს როკითის კაშხალი წარმატებით გაკეთდა, დღეს ის ფუნქციონირებს და მოსახლეობაც დაცულია. აი ამ პროექტ ჩვენ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ანუ ეს დავუშვათ არის ისეთი რაღაც საკითხები შეიძლება იყოს, რაც პროექტის ძირითადი მიმართულება არ არის, მაგრამ ძირითადი მიმართულება იმდენად, რამდენადაც ეს უკვე კეთილდღეობაზე ორიენტირებულია. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ვთვლით ხოლმე ასეთი აქტივობების და კონკრეტული პროექტების განხორციელებას. აი რამოდენიმე დღის წინ იყო აი ეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და აი როდესაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე ვსაუბრობ ზოგადად და ბავშვთა უფლებებზე, რა თქმა უნდა, მახსენდება იუნისეფი, როდესაც მე პატარა ვიყავი ამ პროექტებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, კონკრეტულად რაც ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება და ეს ის პერიოდი იყო, აი რა 90-იან, ანუ 2000-იან წლების დასაწყისში, 90-იან წლების ბოლოს, როდესაც ბავშვთა უფლებებზე ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდით.
დამეთანხმები ალბათ და აი ახლა მაინტერესებს და მაშინ ხდებოდა რაღაც აი სახელმძღვანელოების დარიგება და აი სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობ ახლა გავიდა 12-13 წელი და აი ვფიქრობ საზოგადოება მეტად უფრო მომზადებული უნდა იყოს და ინფორმირებული. ახლა მაინტერესებს ანუ რა სიტუაცია ახლა ხო თქვენ დადიხართ ძალიან ბევრ სკოლაში და გაქვთ ურთიერთობები მოზარდებთან და ახლა რა ეტაპზე ვართ? კეთი და ალბათ მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე თვითონაც არ მჯეროდა თუ კი სადღაც ბაღდათის და ზესტაფონის რომელიღაცა თემის სკოლაში იქნებოდნენ ისეთი განათლებული ბავშვები და მათ იმდენი ინფორმაცია ექნებოდათ, რომ აი მეც კი გაოცებული დავრჩებოდი. ეს მოგახსენებთ ჩემს პირველ დამოკიდებულებას, როცა ორგანიზაციის ახალი თანამშრომელი გავხდი. საოცარია უბრალოდ ის მიდგომა და მე ყოველთვის ამას დადებითად აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას ძალიან კარგი მიდგომა აქვს. კერძოდ შექმნილი არის თანასწორ განმანათლებლების სისტემა. ყველა სკოლაში არის ეგრეთ წოდებული თანასწორ განმანათლებელი, რომელიც დატრენინგებულია სხვადასხვა თემაზე, იგივე ცხოვრების ჯანსაღი წესის, ბავშვთა უფლებების, ასევე უსაფრთხო ინტერნეტის თემატიკის შესახებ და მათი ვალი ეს არის უკვე იგივე ინფორმაციის გავრცელება თანასწორებში. ანუ ეს იმოსდაუს სკოლაში ეს აი ამ სკოლებში ფაქტიურად აი ეს ბავშვები ყველა თემაზე ავრცელებენ ინფორმაციას და ჩვენ მშვიდად ვართ, იმიტომ რომ ვიცით, რომ აი ამ სკოლებში ყველა მიცის ბავშვთა უფლებების შესახებ. ყველა მიცის როდის მივერთდით ჩვენ უბრალოდ ბავშვთა უფლებების დეკლარაციას. ყველა მიცის ის რა მოვალეობა აქვს ბავშვს, რა მოვალეობა აქვს მშობლებს. ყველა მიცის როგორ დაიცვა საკუთარი თავი ინტერნეტისაგან და პედოფილებისაგან მოკლედ. და ჩვენ ვიცით, რომ ეს დღევანდელობაში საკმაოდ აქტუალური თემაა. ჩვენ ბავშვებს ეხმარებით სხვადასხვა რესურსებით, სახელმძღვანელოებით, პატარა ბროშურებით, სემინარებს საწყობენ ისინი ამ თემებზე და ძალიან მინდა შედეგი გააქვთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგი გვაქვს. მინდა აღნიშნოთ, რომ მარტო 1 ივნის ბავშვთა უფლებების სემინარი ჩატარდა 14 სკოლაში და აი ამ 14 სკოლის დაახლოებით 200-მდე ახალგაზრდამ, მოსწავლე ახალგაზრდამ მიიღო ინფორმაცია კიდევ ერთხელ ბავშვთა უფლებების შესახებ. აქვე ერთ-ერთმა სკოლამ ძალიან საინტერესო ბუკლეტი შეიმუშავა თვითონვე, სადაც ბავშვთა უფლებების შესახებ არის საუბარი, ბავშვებმა თვითონ მოიძიეს ფოტოები, გააფორმეს ეს ბუკლეტები და ჩვენ ეს ბუკლეტები საჩუქრად მთელ სკოლებს დაურიგეთ, მსვლელობა მოაწყვეს სხვადასხვა თემებში მოსახლეობას დაურიგეს, ანუ საზოგადოებრივი არმიის განვითარებას და ცნობიერების ამაღლებასაც უწყობენ ეს თანატოლ განმანათლებლები, მინდა გითხრათ. ძალიან კარგი და ალბათ უფრო მისასალმებელია ის, რომ რეგიონებში ხდება, ანუ პერიფერიებში და იქ მუშაობა. აი ამის ნათელი მაგალითია კეთი, აი 1 ივნის შაბათს ჩვენ ძალიან დიდი გრანდიოზული ღონისძიება გქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ბაღდათის მუნიციპალიტეტს დიდ მადლობას ვუხდით თანადგომისთვის, რადგან ისინი ადგილობრივ დონეზე მასპინძლობდნენ ჩვენ. პარალელურად 3 დიდი ღონისძიება მიმდინარეობდა კეთი. ერთი იყო ასფალტზე ხატვის კონკურსი, სადაც 100-მდე პატარა მონაწილეობდა და ამის საინტერესო მასალას თქვენ ნახავთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე, Facebook-ზე, რომელსაც იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ჰქვია. პარალელურად მიმდინარეობდა ბავშვის თვალით დანახული სამყარო, გამოფენა, სადაც ნახატები და ფოტოები გახდათ თვითონ ბავშვების მიერ გადაღებული გამოფენილი და ამის პარალელურად კიდევ მიმდინარეობდა არაძალადობის ფარგლებში პროექტი გენდერული თანასწორობისთვის, ფილმის ჩვენება, დისკუსია. სადაც თანატოლებმა, თანასწორ განმანათლებლებმა მოიწვიეს ბაღდათის გამგეობის რესურს ცენტრის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, აჩვენეს ფილმი ტბა, ალბათ გეცოდინებას, ეს ძალიან კარგი ქართული ფილმია, სადაც აი გარდატეხის ასაკში რა სახის ძალადობები შეიძლება შეგხვდეს ბავშვებზე, აი ამის გარჩევა იყო, ძალიან აქტიური იყო დარბაზი, კმაყოფილი დარჩნეს უყველა და ძალიან ლამაზი დღე გამოვიდათ საერთო ჯამში ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 11 თემის ახალგაზრდობას. ძალიან კარგი. მაკა, ახლა, როდესაც თქვენ ამ პროექტებს ახორციელებთ, არის აი პრობლემებზე ვსაუბრობთ და ახსენეთ ძალადობა. მე ზოგადად, როდესაც არასრულ წლებზე ვსაუბრობთ და ძალადობაზე, ხშირად აი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არიან არასრულწლოვნები და
პატარა ბავშვები, ხო? ესე რომ ვთქვათ, აი თქვენ რამდენად ხართ ანუ ამ პრობლემებით დაკავებული და თქვენ თუ ერთვებით როგორც მხარი ან რაიმე პროექტი თუ გაქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ანუ რამდენად გეხებათ ეს საკითხი? მოკლედ ბავშვის კეთილდღეობა გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ არაძალადობას აუცილებლად ვეუბნებით და ჩვენ სწორედ ეს მიდგომა გვაქვს ქეთი და საინტერესოა ზუსტად იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მუშაობთ აბსოლუტურად ყველა იმ მხარეს რომელიც ბავშვის გარემოცვაშია. აი მაგალითად მასწავლებლებთან ხმარებით მათ რომ შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ, იცოდნენ მეტი ბავშვთა უფლებებზე, იცოდნენ მეტი რა ვალდებულებები და მოვალეობები აქვთ. მუშაობთ მშობლებთან. თემებში არსებობს მშობელთა კლუბები, სადაც ხდება ზუსტად აი ამ უსაფრთხო ინტერნეტისგან როგორ დაიცვან საკუთარი ბავშვები, აი ამაზე ინფორმაციის მიწოდება. ბავშვთა უფლებებზეც მუშაობენ მათთან ბავშვები. კი, აუცილებლად და პერიოდულად მათთვის სხვადასხვა სახის ტრენინგებსაც ვაწყობთ და ჩვენ ვთვლით, რომ აი ზუსტად ასეთი მიდგომით, ყველა სამიზნე ჯგუფთან ინფორმაციის გავრცელებით, ჩვენ ერთგვარად ვავიწროვებთ გავლენას, ძალადობას, ხელს ვუშლით იმას, რომ ბავშვი გახდეს ძალადობის მსხვერპლი, იმიტომ რომ განათლებული, გათვითცნობიერებული საზოგადოება, რომელიც ბავშვის ირგვლივაა, ხო, აი უკვე ვფიქრობ, მიგვიყვანს იქამდე, რომ საზოგადოებას მეტნაკლებად სრულყოფილს გავხდით. იგივე ვმუშაობთ ბაღის აღმზრდელებთან, მაგალითად, აი ბაღის აღმზრდელებს წინა წელს მივაწოდეთ ტრენინგი თანამედროვე მიდგომების შესახებ სკოლამდელ აღზრდაში. პერიოდულად ვფიქრობთ, მათ ვაწვდით სხვადასხვა სახის ლიტერატურას, ვუტარებთ ტრენინგებს როგორ უნდა გქონდეთ ურთიერთობა ბავშვებთან და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ ნელ-ნელა შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ რა თქმა უნდა ნელ-ნელა ძალიან დიდად მიზანს, რასაც თქვია ბავშვის დაცვა, მისი კეთილდღეობა ვახორციელებთ აი ამ კუთხით. თორე როგორც ასეთი უშუალოდ პროექტი, რომ ძალადობაზე ორიენტირებული იყოს, ასეთი არა გვაქვს. უბრალოდ ეს კომპლექსურ მიდგომაში უკვე იგულისხმება და პატარა აი ამ სექტორებში რაღაც კომპონენტად აუცილებლად შედის. მაკა ძალიან კარგია ის განსაკუთრებით ის რომ მშობლებთან მუშაობთ. მე ვფიქრობ ძალიან ხშირად ბავშვების პრობლემები რა იქ საკითხებთან დაკავშირებით მაინც მშობლებთან და მასწავლებლებთან არის პირდაპირ კავშირში და ხშირად მოდის რაღაცნაირად დაკავშირებულია გამეთახები ალბათ და კი რა თქმა უნდა მოგახსენებთ იმას რომ ჩვენს ორგანიზაციას სხვადასხვა თემში ყავს ბავშვთა განვითარების მუშაკები. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა თემში ახდენენ 10 წლამდე ასაკის ბავშვების რეგისტრაციას. ამ ბავშვებს ყავთ სპონსორები, კერძოდ ჩვენს შემთხვევაში შვეიცარიაში და ხდება მათთან პერიოდულად მიმოწერა, მოკლედ ქეთი. ანუ რა მდგომარეობაშია ბავშვი, ესალმება ბავშვი თავის ამბებს უყვება და დონორისგანაც ღებულობს შესაბამისად ძალიან კარგ წერილს. ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვთა განვითარების მუშაკის საქმიანობა მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლება, რომ ბავშვი და დაგვეხმაროს ჩვენ დავაკავშიროთ ბავშვი და დონორი ერთმანეთთან. პირიქით, ბავშვთა განვითარების მუშაკი ვალდებულია დააკვირდეს, რა გარემოში ცხოვრობს ბავშვი, როგორ მიდის მისი განვითარება, არის თუ არა სხვადასხვა სახის პრობლემები ბავშვთან მიმართებაში. ის გვამცნობს ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩვენ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ანონიმურია, ჩვენ ყველა უფლების დაცვით თანამშრომლობთ ამ შემთხვევაში, როგორც ერთ ესევე მეორე მხარესთან და ამ სახის პრობლემებზეც მოკლედ გვიმუშავია. აი ჯანდაცვაზე როდესაც ახსენეთ აქ თქვენ მაჩვენეთ ერთი ბუკლეტი, ანუ თუ რას ასწავლით კიდევ, ანუ საერთოდ დახმარებას რაც ეხება ჯანდაცვაზე და საინტერესოა ხო ბავშვებმა. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო კამპანია ხელების დაბანით, შეგვიძლია თავიდან ძალიან ბევრი დაავადება ავიცილოთ. აი ამ ასეთ ბროშურებს ჩვენ ვავრცელებთ ქეთი მშობელთა კლუბებში, ვავრცელებთ ამბულატორიებში, ბაღებში. პატარებისთვის საჩუქრად მიგვაქვს პერიოდულად ჯაგრისები და კბილის პასტები, მოკლედ და უფროს კლასელები მიდიან ამ პატარებთან და ასწავლიან როგორ გამოიხეხონ სწორად კბილები. ნუ ვავრჩევთ ნელ-ნელა ჯანსაღის ცხოვრების წესს. ასევე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ამბულატორიებთან და პერიოდულად აი ამ ამბულატორიებს ვეხმარებით სხვადასხვა ინვენტარით. მაგალითად, როგორიც არის წელიწადში ერთხელ ისეთი შეკრული პაკეტის გადაცემით, რომელშიც პირველადი სახის საჭირო ნივთები არის და მათ გამოადგება. სულ ბოლოს მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავეცით ინჰალატორები, იმიტომ რომ იცით გრიპიანობის პერიოდში პირველ რიგში ეს აპარატი სჭირდებათ პატარებს და ძალიან კარგი
საშუალება იყო და თემის ბევრმა მაცხოვრებელმა ძალიან დიდი მადლობა გადაგვიხადა იმისთვის, რომ მათ აღარ უწევდათ უკვე ბაღდათის ცენტრში ჩასვლა სადღაც საავადმყოფოში და იქვე სოფლის პატარა ამბულატორიებში შეეძლოთ ენათხოვრად, გამოეყენებინათ და მიემართათ კონკრეტულად აი ამ სერვისისთვის. ასევე რა ვიცი, ძალიან ბევრ რაღაცას ეს ძალიან კარგია ხარგისმენთ. და ბროშურები, ყველაფერი დამადასტურებელია იმისი, თუ რაოდენი დიდი კამპანია გვაქვს ჩვენ აი ამ სამი სექტორის ხო, აი სოფლის მეურნეობაზეც კითხავ. ხო, აუცილებლად უნდა მკითხო ქეთი, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაზე უშუალოდ მიმაგრებული ვარ მე და ხო, აი სოფლის მეურნეობაზე აი რა პროექტი განახორციელეთ. სოფლის მეურნეობის კუთხით ეს პრიორიტეტულად წამოიწია შარშანდელ წელს ეს და წელს მთელი ასე რომ ვთქვათ ძალები გადავისროლეთ სოფლის მეურნეობის კუთხით მოკლედ. ძალიან დაგვეხმარა ის რომ ეს უფასო ვაუჩერიზაცია დაიწყო და ჩვენ ძალიან პრიორიტეტულია წელს ეს და უბრალოდ ჩვენ მოგვცა იმის საშუალება რომ ხალხი მეტინდობით განიმსჭვალა. ანუ ხალხმა რომ დაინახა რომ კიდე ვიღაცა რაღაცას იძლევა უფასოდ და არაფერს არ ითხოვს. თქვენ რას აკეთებთ სახელმწიფო უჩერებს? ჩვენ უშუალოდ მე მოგახსენებთ ძალიან კარგად დავიწყეთ ჩვენ გასულ წელს გავაკეთეთ ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი. რაც გულისხმობდა იმას, რომ 11 თემში, რომელშიც მუშაობთ, ქონდა შეხვედრა წარმატებულ ფერმერებთან, აქტიურ წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ვისაუბრეთ სხვადასხვა პრობლემატიკაზე, რომელიც არსებობს სოფლის მეურნეობაში. კონკრეტულ თემებში გამოიკვეთა სხვადასხვა მიმართულება სოფლის მეურნეობის, რომელზეც შეიძლება სამომავლოდ რაღაცა გააკეთო ძალიან დიდი აქცენტი. მაგალითად არის თემები ქეთი, სადაც აი ვერაფრით ვერ იზრუნებ იმაზე, რომ მესაქონლეობა განვითარდეს, მაგალითად სოფელი დიმი, იმიტომ რომ იქ ბუნებრივია მესათფურეობისთვის არაჩვეულებრივი გარემოა და ძალიან მარტივად შეიძლება იქ ააწყოს ადამიანმა ყველაფერი და ჩვენ ამ კუთხით ვართ ორიენტირებული, რომ ხელი შევაწყოთ, მაგრამ თუ კი ავიღებთ სადგურსვირს, იქ ლაპარაკი ზედმეტია სხვა დანარჩენზე, იქ უბრალოდ მესაქონლეობის კუთხით უნდა იმუშაო და საკვებწარმოების კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე, შესაბამისი რესურსით მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საინტერესო იყო იმით, რომ ჩვენ დავინახეთ თითოეულ სოფელში როგორი პრობლემატიკაა. ანუ ჩვენ კი არ მივედით და ვუთხარით, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. კვლევა გავაკეთეთ ხალხიდან წამოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი რიგი გამოკითხვებით, უკვე ვიცით კონკრეტულ თემს რა სახის დახმარება შეგვიძლია მივაწოდოთ. მაგალითად, პირველ ოფჩაში მეფუტკრეობა მართლაც ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ამიტომ მათ საჩუქრად გავუკეთეთ ის, რომ დამწყებ მეფუტკრეებს მეფუტკრისათვის საჭირო აღჭურვილობები გადავეცით საჩუქრად. მაგალითად, ავიღოთ შუბნის თემი, რომელიც ძალიან ასე რომ ვთქვათ, ითვლება ერთ-ერთ მოწყვლად ნაწილად თვითონ აი ამ ბაღდათის რაიონის, იმიტომ რომ მაღალმთაზია უწყლობით გამოირჩევა და აქედან გამომდინარე იქ მესაქონლეობა უფრო განვითარებულია. ამიტომ სასაჩუქრე კატალოგი მივმართეთ იქეთ და მაგალითად საჩუქრად გადავეცით მათ საქონელი. ანუ ამ კუთხით ვმუშაობთ ქეთი, ვაწვდით ყველას იმას, რა სახის პოტენციალიც არის და ისი განვითარებაც შეიძლება. განათლების პროექტზე მუშაობთ და ბავშვების განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა ერთი და იმავე დონეზე დგას. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა მაკა ჩვენ საეთეროდ რომ პირველი ნაწილი გადაცემის ამოიწურა. მე წარმატებებს გისურვებთ თქვენს მუშაობაში. ეხლა რეკლამა ჩვენს ეთერში, მალე დავბრუნდებით. მადლობთ. ფულის დაზოგვის მიზნით რეკლამაზე უარის თქმა იგივეა, რაც საათის გაჩერება დროის დაზოგვის მიზნით. 24 10 79 ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. სიახლე კასტელ ჯორჯიასგან, პირველად ქართული ლუდის ბაზარზე. ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. არაფერი მოგესმათ. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. კასტელ ჯორჯია, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. დღის ეთერის სპონსორია პეტროლ ოფისის საავტომობილო ზეთი LPG. იცოდით რომ გაზზე მომუშავე ძრავში მშრალი წვა მიმდინარეობს. იცოდით რომ გაზზე მომუშავე ძრავს სხვა ზეთი ჭირდება. პეტროლ ოფისი წარმოგიდგენთ ძრავის ზეთს LPG გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის. პეტროლ ოფისის LPG-თ ძრავი იპოხება ისევე როგორც ბენზინზე მუშაობისას. LPG გარანტირებულად დაიცავს გაზზე მომუშავე ნებისმიერი ავტომობილის ძრავს. ოფიციალური დილერი საქართველოში MMS ჯგუფი, ქუთაისი, ნიკიას 14A.
სიახლე კასტელ ჯორჯიასგან, პირველად ქართული ლუდის ბაზარზე. ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. არაფერი მოგესმათ. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად. კასტელ ჯორჯია, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. სლოტ კაზინო კრისტალბეთი გთავაზობთ გრანდიოზულ გათამაშებას, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 ლარს. აქ გეძლევათ შანსი მოიგოთ Subaru XV. ყოველ ხუთშაბათს თამაშდება 2,000 ლარი და ავტომობილის გასათამაშებელი 12 ცალი ბილეთი. ასევე წარმოგიდგენთ თანამედროვე ტიპის სათამაშო აპარატებს და ყოველდღიურ გარანტირებულ 2, 500 ლარიან და 1000 ლარიან ჯეკპოტს. ჩვენთან ფუნქციონირებს ინტერნეტ ტოტალიზატორი კრისტალბეთი, მაქსიმალური კოეფიციენტებით და კომბინაციების დიდი არჩევანით. სლოტ კაზინო კრისტალბეთი. ყოველი საათის დასაწყისში ძველი ქალაქის ახალი ამბები. 107.9 FM. ყველა ქალაქს თავისი სიარულის მანერა აქვს. იარეთ ჩვენთან ერთად. რადიო ძველი ქალაქი FM 107.9. ქალაქში ერთადერთი რამეა მუდმივი. ეს არის მუდმივი სწრაფვა განახლებისკენ. გაიხსენე ძველი, ნუ ჩამორჩები ახალს. ძველი ქალაქი FM 107.9. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. დავბრუნდით ძირფასო რადიო მსმენელებო, ეთერში შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმობა სტუდენტურ აქციას, რომელიც დღეს გაიმართა ქალაქ ქუთაისში. მეგრამ შეგახსენებთ, რომ ეს აქცია გაიმართა დღეს მთლიანად საქართველოში, სტუდენტები გამოვიდნენ ყველა ქალაქში და გამოხატეს პროტესტი. ეხლა რას მოიცავდა მათი პროტესტი? ისინი აპროტესტებენ სტუდენტური სამუშაოების, საზაფხულო სამუშაოების შეჩერებას და მოითხოვენ, რომ აღსდგეს ის, რაც ბოლო განმავლობაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული და განათლების სამინისტრო ახორციელებდა ამ პროექტს. ესე იგი, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ამ აქციის ორგანიზატორები, სტუდენტები ხუციძე ელისო, კიკუტაძე დავითი, სიბაშვილი ლაშა. მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისათვის. ისინი პირდაპირ აქციიდან შემოუერთდნენ ჩვენს გადაცემას და მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ და ეხლა მაინტერესებს რა ხდება, ანუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რომ გამოგეხატათ თქვენ პროტესტი და ეს ვის მიმართეთ კონკრეტულად, ანუ ადრესატი ვინ იყო თქვენი ამ მიმართვის? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. მადლობას მოგიხდით იმ ყურადღებისთვის, რაც სტუდენტების მიმართ გამოიჩინეთ, იმიტომ რომ სტუდენტები არიან ის მასა ხალხის, რომლებიც ხვალდაზე უნდა ამ მასამ უნდა შექმნას მომავალი, როგორც ქვეყნის, ასევე როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური და ასე შემდეგ. ამიტომ ამისთვის მადლობას მოგახსენებთ, რომ ხარს გვიჭერთ. დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და მოვითხოვთ აღდგეს გაგრძელდეს ის საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რასაც Summer Job ერქვა, რომელიც ითვალისწინებდა სტუდენტების დასაქმებას ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ფირმებში, ორგანიზაციებში, რის ისინი გასამჯელოდ იღებდნენ თანხას. ეს არა მარტო თანხის გულისთვის, ეს იყო დასაქმების პროგრამა, რომელიც ეხმარებოდა ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობაში, მეგობრებს ვიძენდით, ასევე იყო ის გარკვეული თანხა, რომელთაც პირდაპირ თქვათ არ უნდა ამას ბევრი საუბარი, ზოგმა დაისვენა, ზოგმა სწავლის ფული გადაიხადა, ზოგმა გარდერობი განაახლა და ასე შემდეგ. ეს მე ხლა მოვიძიე ინფორმაცია და ესეთი სტუდენტებმა, ანუ თბილისში მიმართეს განათლების სამინისტროს რამოდენიმე თვის წინ, რათა ანუ ამ მოთხოვნით, რომ საზაფხულო სამუშაოები ჩატარებულიყო. თუმცა განათლების სამინისტრომ ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ეს თანხები ანუ არ იყო გათვალისწინებული 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა აქვე საუბარია იმაზე, რომ ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ბიუჯეტში ჩადებული იყო აღნიშნული თანხები. თუმცა ალბათ
საერთოდ ბიუჯეტში, როდესაც ბიუჯეტის პროექტი უკვე წარდგენილი იქნა, საერთოდ ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ხდება წინა წლის 15 ივლისამდე და ალბათ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო წესით თუ იგეგმებოდა. მაგრამ საქმე არის იმაში, რომ თქვენ აპროტესტებთ კონკრეტულად იმას, რომ წელს არა გაქვთ ეს სამუშაო და შესაბამისად აქ თქვენ ამბობთ, რომ შარშანღებულობდით მონაწილეობას და მე როგორც ვიცი, სტუდენტთა ძალიან დიდი ნაწილი ჩართული იყო ამ პროექტში და შესაბამისად რაღაც შედეგი ჰქონდათ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფინანსური და მე ვისაც როგორ სურდა ამ თანხებს ისე ანაწილებდა, ხო? მისი თანხების და ამავდროულად გავიჩინეთ ძალიან ბევრი მეგობარი. ქალაქის თითქმის მთელი ახალგაზრდობა ერთმანეთს დაუახლოვდით, გავიცანით, კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თანხაც თავისთავად ძალიან მიზნობრივად გამოვიყენეთ, ვისაც როგორ გჭირდებოდა და მართლაც ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ძალიან ბევრს დაეხმარა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პროგრამის საჭიროება არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ თუ გინდ კომუნიკაცია სტუდენტებს კონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ყველაზე მთავარი ის, რომ როდესაც სტუდენტი ხარ და ანუ იწყებ მუშაობას, ხო? ეს არის ძალიან სპეციფიკური და პირველი ნაბიჯები ალბათ. სამსახურთან ანუ უფროსთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს ყველა ასე ვთქვათ, ჩვენი პირველი დასაქმება ამ ეტაპისათვის ძალიან სასიამოვნო იყო. თავიდანვე სამსახურს ესე ხალისიანად რო შეუდგები შენს თანატოლებთან ერთად და დღემდე გვაქვს იმ ბავშვებს ურთიერთობა, რა თქმა უნდა. სუფთავებდით არემოს გამწვანება და ასე შემდეგ. აი, ქალაქის დასუფთავება სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სტუდენტები ანუ ეს ხა პროგრამა რო იყო, რომ საერთოდ მიეჩვიენ სტუდენტები ქალაქის დასუფთავებას და ახალგაზრდები ეს ამდენი ადამიანი აქვე ქალბატონო ქეთევან მინდა შეგახსენოთ და დავამატოთ განათლების მინისტრის გამონათქვამი, ის გამონათქვამი, რამაც ძირითადად გადაგვაწყოტინა სტუდენტებს, რომ ეს აქცია გაგვემართათ. ეს იყო მისი დამოკიდებულება ამ პროგრამის მიმართ, ის ამბობს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს გაკეთებული პროგრამა, ემსახურებოდა მათ პოლიტიკურ მიზნებს, მას ჰქონდა უამრავი ხარვეზი, იმიტომ რომ მოეწყო არჩევნების წინ და რეალურად ეს ჩათვალეს რაღაც სააგიტაციო ფორმატ ნაციონალური მოძრაობის. ეხლა დავკონკრეტეთ ესეთ რაღაცაზე, რომ აი ეს აქცია გაიმართა სტუდენტების მიერ, ხო? აი ეს სტუდენტური ორგანიზაცია ან თვითმმართველობა არ ყოფილა, რომელიმე, ანუ მხოლოდ აი სტუდენტების Facebook-ის მეშვეობით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მარკ ზუკერბერგის საკმრული ხელი არის ამ აქციების მიზეზი. ძალიან კარგია ის, რომ მე პირადად მივესალმები საერთოდ აზრის თავისუფალ გამოხატვას და მით უმეტეს სტუდენტების, როდესაც გამოდიან და თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს საჯაროდ, ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ მე პირადად, როდესაც 10 წლის წინ გახდით სტუდენტი, ძალიან აქტიური ვიყავი და გამოდიოდი და აქციებში ზღებულობდი მონაწილეობას და ჩემას გამოხატავდი. აქედან გამომდინარე, როდესაც გავიგე, რომ თქვენი აქცია იგეგმებოდა, დაგიკავშირდით იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ გამოხატოთ ნათლად თქვენი აზრი და არ შეგეშინდეთ და უშუალოდ არავის. ხო, თუ თქვენ ეს მოგწონთ და თუ ეს ნამდვილად სტუდენტების მიზნებს ემსახურებოდა, აუცილებლად ალბათ უნდა მოითხოვოთ. თქვენ ყოველ შემთხვევაში ამის უფლება გააქვთ. ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ. ეხლა მაინტერესებს, რამდენი სტუდენტი გამოვიდა და მხარი დაგიჭირა. დღეს ამდენად აქტიურები იყვნენ ქუთაისელი სტუდენტები. სამწუხაროდ, ანუ აქტიურები იყვნენ იმდენად, რომ სოლიდარობა გამოგვიცხოდეს, იყვნენ მოსული, მაგრამ როგორც კარგად მოგეხსენება სტუდენტთა ესე თქვა წარმაცობა და ვარქვათ, ჭრდილში გომარჩიეს და ზეში გამოდგომას პირდაპირ და არაპირდაპირ უნივერსიტეტის ეზოში ბევრი მათგანი, რომელიც რეალურად ჩვენს მხარდამჭერი იყო და ვიცნობდით კიდეც, მოერიდნენ რაღაც კამერების წინ დგომას. ანუ ზუსტად ამიტომ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ მოხდეს ამ ყველაფრის პოლიტიზირება. ამ აქციაზე იყო ისეთი პიროვნებები, ყველანაირი პოლიტიკური წამსის წარმომადგენლები. ამიტომ სტუდენტი არ უნდა იყოს. ზუსტად ამას მინდა გაუსვა ხაზი, რომ ეს არ ჩაითვალეს რაღაც პოლიტიკურ აქციად და ასე შემდეგ. სწორედ ამით იყო განპირობებული ადამიანების გარკვეული მასის, ასე ვთქვათ, თავშეკავება, რომ არ გამოჩენილიყვნენ კადრებში, კამერებში. ხო, არა, ეს ბუნებრივია, ეს ყოველთვის ეს ხდება, მით უმეტეს ახლა აქტიურები ძირითადად ქუთაისის სტუდენტობა დიდი აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა იყოთ აქტიურები, ხო ესია და არ უნდა შეგეშინდეთ რამოდენიმე ადამიანის რო იყოს. ხო, რა თქმა უნდა გამოხატოთ თქვენი პოზიცია, მით უმეტეს ბოლო პერიოდში სტუდენტები ძალიან გააქტიურებულები არიან. მე სტუდენტები ვთქვით, ყველას ქონა მოლოდინები. ჩვენი ერთ-ერთი მოლოდინი იყო ის, რომ ჩვენ მივიღებდით ამ პროექტში მონაწილეობას, რომელიც უკვე თითქმის ტრადიციად იყო ჩამოყალიბებული საქართველოში, წლების განმავლობაში იმართებოდა.
ეს პროექტი და ანუ ეს არ არის მხოლოდ ჩარშან გამართული პროექტი. და რამდენიმე წლის განმავლობაში სამწლიანი წყვეტა ქონდა აგვისტოს ომის შემდეგ ამ ყველაფერს. და ანუ როდესაც ეს პროექტი დაიგეგმა მე ძალიან მიხარობდა, იმიტომ რომ როდესაც მე გავხდებოდი სტუდენტი, მის საშუალება მექნებოდა მე მეღო მონაწილეობა და ელემენტარული ჩემი საჭირო ფული გამომემუშავებინა იმ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ეს სამუშაოები მიმდინარეობდა. და როდესაც მინისტრის განცხადება მოვისმინე, თავიდან მეთქე შოქში ჩავარდი, იმიტომ რომ ეს იყო ერთი ხელის მოსმით იმ ტრადიციის, ჩამოყალიბებული ტრადიციის გაქრობა, რომელიც უკვე სტუდენტებს გამჯდარი ჰქონდათ და რავი, ჩემი აზრის გამოსახატად გამოვედი, იმიტომ რომ მთავრობა, ნებისმიერი მთავრობა ვალდებული არის დაგვასაქმოს სტუდენტები, რომლებიც ვითხოვთ ამ დასაქმებას. აქვე დავამატებ ლაშას ნათქვამს, რომ ნამდვილად ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამ თუ სიტყვაზე თქვა მთავრობა ითხოვს რომ არ გაგვაჩნია საკმარისი ფინანსები ბიუჯეტში, იმიტომ რომ რეალურად თუ არ არსებობს ჩვენი პროექტი განცხადებები, რომლებიც კეთდება რომც კონდეს საკმარისი თანხა იმის გამო რომ ეს პროექტი გავახორციელოთ, არ განვახორციელებთ, იმიტომ რომ იყო რაღაც ძველი ხარვეზული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა, არ გვაინტერესებს ვინ რა ქულებს იწერდა ამ პროექტით. ეხლა სხვა არის მთავრობაში თავისთავად ქულებიც თუ დაიწერება, ამათ დაეწერება, თუ არ დაეწერება, კიდე ამათ მოაგდებათ. ამიტომ ჩვენ ვაცხადეთ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ გვინდა აღდგეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა. ყველას კარგად ესმის, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო სტუდენტთა დასაქმების რიცხვი თითქმის ნოლამდეა დასული და სისტემატიური სამსახური სტუდენტებს არ გააჩნიათ. აი ამ ფონზე ესეთი დასაქმების პროგრამების გაუქმება ხო, ჩემი აზრით მეტი იქნებოდა. არა აქვს მნიშვნელობა, რას დაარქმევენ ამ პროგრამას, სამერჯობი იქნება, ერთთვიანი დასაქმებების სტუდენტების და ასე შემდეგ. სახელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გააკეთებს. უბრალოდ ეს იყო კარგი, მოფიქრებული, რომც არ მოეფიქრებინა და ვინმე სხვას გაჩენოდა ეს იდეა, ასევე მხარს დაუჭერდით, არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს იყო და არის კარგი პროექტი, რომელიც სტუდენტებს აძლევდა საშუალებას დაესვენა, სულ მინიმუმ დაესვენათ ქართულ კურორტებზეც კი აი ამ თანხით. არა, ნუ ამ თანხით ახლა სადაც თქვენ საზღვარგარეთ ვერ წავიდოდით, ნამდვილად შესაძლებელია სადაც. მაგრამ უბრალოდ რაც არ თანხასურება იყო ზუსტად რამდენი? 400 ლარი დაგვიჯდა ანგარიშზე, იმის გამო რომ 20% ჩამოგვაყოლა. ხო, 20% თუ რა თქმა უნდა საშემოსავლო ხელზე. მაგრამ უბრალოდ როგორც ახალგაზრდებს თანხა რაც არ უნდა ყოფილიყო, ბედნიერება, რადგან ეს იყო ჩვენი ხო. ანუ ეს იყო წამახალისებელი რაღაც, რომელიც თქვენ მოგვაკლდათ. პირველი ხელფასი. რადგან. ხო, აი, იცით რა, მე ხა ვისარგებლე შემთხვევით, რადგან სტუდიაში ხართ დღეს ჩემთან და საერთოდ როდესაც საუბრობთ პრობლემებზე და სტუდენტებზე, ხშირად ჩემს გადაცემაში ვსაუბრობთ ახალგაზრდების უფლებებზე და აი პირველი ნაწილი აი ბავშვთა უფლებებზე ვისაუბრეთ. აი მე მაინტერესებს, ეხლა რა გასაგებია რომ ამას ითხოვთ და კიდე დაუბრუნდებით ამ საკითხს, მაგრამ აი თქვენ ხართ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ხო? მეცეგი ინსტიტუტის სხვადასხვა ფაკულტეტის. კი ბატონო, სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი. აი, მე მაინტერესებს, რა ხდება უნივერსიტეტში, ახლა ანუ თქვენი სტუდენტების უფლებების კუთხით დაუშვათ, ან როგორია თქვენი სტუდენტური აქტივობა, რამდენად ხართ აი ამ აქტიურობაში ჩართულები, თუ მარტო დაუშვათ ამ პროგრამამ გადაერთიანა. არა. აი ეს მაინტერესებს. უნივერსიტეტში არის. მე რა მაინტერესებს, რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. უნივერსიტეტში არის ბევრი ორგანიზაციო ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ მაგალითად კონკრეტულ ორგანიზაციებს არჩეული აქვთ, რომ ბავშვებში განვითარდეს სიტყვაზე თქვა ხელოვნებისადმი დამოკიდებულება, ჩამოყავთ ცნობილი პოეტები, მწერლები, პროზაიკოსები და ასე შემდეგ. ზოგს აღებული აქვს გეზი სხვადასხვა პრობლემატიკის შესახებ. მაგალითად ქუთაისში პარლამენტის გადმოსვლამ მოგცა პლუსი, რომ უკვე პარლამენტარებიც მოდიან ჩვენთან შესახვედრად, იყო რამოდენიმე მაგალითი ამისი, რომ მოვიდა სხვათა შორის მოსული იყო ბატონი უჩან ანუაშვილის ახალ დამცველიც. ეს თავისთავად სტუდენტებს აძლევს ბიზნესს, რომ გამოცოცხლდეს. გეთანხმებით და თქვენს ალბათ დამეთანხმებით, რომ ქუთაისში მეტნაკლებად ასე ვთქვათ, თუ კაცრი ნათქვამი არ იქნება, მკვდარი იყო სტუდენტური აქტივობა, მხოლოდ რაც 2 წელია, რაც ასე ვთქვათ, ამოიქოქა სტუდენტური აქტივობები, არის სხვადასხვა ტიპის საინიციატივო ჯგუფები. ჩვენ არანაირი საინიციატივო ჯგუფი არ ვართ, არ გადაგვიწყვეტია რამე, უბრალოდ ჩვენ ვართ ისე შეკრებილი Facebook-ში შეკრებილი სტუდენტები, რომელსაც გავაპროტესტეთ ეს პროექტი. რა ვიცი, ერთი პლუსიც აქვს ამ ყველაფერს, რომ სტუდენტები ცდილობთ შევქმნათ ჩვენი მომავალი ჩვენ თვითონ.
ჩემთვის მე მას გამოხატავ ახლა აი კონკრეტულად ჩვენ დროს არ იყო ეს სამუშაოები, სტუდენტური პროგრამები არ იყო აი ეს კონკრეტულად დასაქმება, რასაც ქვია, მაგრამ როდესაც დაიწყო ეს დასაქმების პროგრამა, აი ძალიან მომეწონა და ესეთი რა, აიმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ბევრი სტუდენტი ჩაერთო, ის ვინც დავშად ზაფხულში ვერსად ვერ მიდიოდა, ან უსაქმურად იყო ესე რომ ვთქვა ჭრილებში, ან ქუჩაში იდგა იგივე რაღაც ცოტა სტერეოტიპებიც დაირღვა თუ გინდის რომ სტუდენტები მუშაობდნენ და ასუფთავებდნენ ქუჩებს და ალბათ ეს მისასალმებელია ხო აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რა შეგიძლიათ შეცვალოთ ანუ დასაქმების პროგრამა გასაგები ანუ უნივერსიტეტში აი თქვენი სტუდენტური აქტივობა და აი რას გამოხატავთ რა შეგიძლია რომ შეცვალოთ თქვენ ან რა გაქვთ იდეაში იცით ის სხვა სტუდენტებსაც რომ ხმა მოიყოს საქართველოს ასეთ ისე დემოკრატიული ქვეყანა ამ კონკრეტულ ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ სტუდენტები გავერთიანდით მთლიანად საქართველოს მასშტაბით და დავანახეთ განათლების სამინისტროს ეს არ იყო რაიმე ტიპის პროვოკაცია, რაიმე ტიპის ექსტრემიზმი და ეს იყო უბრალოდ სტუდენტები დავდექით ერთად და ვთხოვეთ განათლების სამინისტროს რომ აღდგეს აღნიშნული პროგრამა და ჩვენ დღეს ლოზუნგიც გქონდა ესეთი იმის გამო რომ საქართველოს შექმნილი პირობების გამო მართალია ხალხ სტუდენტებს უფრო მეტად კერძო სტრუქტურა უნდა ასაქმებდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვალია ჩვენ დაგვასაქმოს. ჩვენ კი კანონით უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ჩვენი დასაქმება. და ნებისმიერ რამეზე უფლება გვაქვს გამოთქვათ ჩვენ. დათა დავამატებთ იმას, რომ ან უნივერსიტეტში არის ძალიან დიდი არჩევანი სხვადასხვა აქტივობებისა, მაგალითად მე სწავლობ საჯარო მმართველობაზე და ლექტორმა შემოიტანა წელს ისეთი ინიციატივა, რომ დაგვეწერა პროექტები, რომლებსაც შემდგომში განავრცობდით და დაფინანსება ჩვენთან უნდა მოგვეწია. და დავწერეთ საინიციატივო ჯგუფებად დავიყავით და ძალიან ბევრ პროექტზე ქალაქის მერიამ და თვითმმართველობამ გამოყო თანხები, რის შედეგადაც, რა ვიცი, დავეხმარეთ უნდა შეზღუდულ ბავშვებს აგრეთვე მოხუცა თავშესაფარს და ან გამოხმაურა ნამდვილად მოყვება ჩვენ გავიქცეთ იწყება ბრიტანული ტიპის საპარლამენტო დებატები, სადაც სტუდენტები დავსხდებით და ვისაუბრებთ სხვადასხვა თემაზე, ვიდებატებთ, ვიკამათებთ, პოლემიკაში შევაკეთებთ. ესე იყალიბდება საზოგადოებრივი დემოკრატიულ ქვეყნებში. კი, მე მივესალმები, იმიტომ რომ ამ კვირაში, გასულ კვირას მე პირადადაც ვღებულობდი აქციაში მონაწილეობას და ეხლა აი, როდესაც გავიგე დღეს თქვენი აქციის შესახებ, გამიხარდა რა, ის რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო აქტიური ხდება, იგივე სტუდენტები, ადვოკატები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოდიან და თავიანთს გამოხატავენ აშკარად ეს რა თქმა უნდა პროგრესია ზოგადად საზოგადოებისათვის. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხს, რასაც თქვენ ითხოვთ, დავუშვათ ვერ მოგვარდა ეს საკითხი და ეს დასაქმების ეხლა თუ ცოტა ეს ისეთი საკითხია თემა და ღრმად წავალთ, ეხლა ბიუჯეტამდე მივდივართ, ხო ეხლა დამატებით რა გამოიყოფა, ეხლა აქ არ არის მეორე მხარე ან პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო დაუსვამდი პირდაპირ კითხვას, რომ ბიუჯეტში თუ იქნება. თქვენ მე პირადადაც მოგცემდით მაშინ ესე რჩევა იქნებოდა თუ აი ეს მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც რო დაისვას ეს კონკრეტული საკითხია და ხო ანუ ეს რაღაც კონკრეტული მიმართვა რას გეგმავთ ანუ თქვენი მიმართულება რა არის საკმაოდ ლოგიკურად შეგვიძლია ვიფიქროთ როდესაც ან თუ გეგმავთ აქციების მთავრობის რეალურად რომ ვიმსჯელოთ თუ მთავრობა დეტალურად განაცხადებს და დასაუთებს რომ რეალურად ბიუჯეტში არ არის არსებული თანხები ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ აღნიშნავ ჩვენ რა თქმა უნდა არ გაგვაჩნია რა არსებობს სარეზერვო თანხები და ასევე სადაც დავხდეთ. ეხლა მინდა ლოგიკურად გავუსვათ ხაზი ერთ რაღაცას. რამოდენიმე დღის წინ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა განაცხადა რომ გვაქვს ორნიშნა ზრდა ეკონომიკის და კიდევ კვარტალის დასრულებისთვის ველოდება ზუსტად ორნიშნა რიცხვით ზრდას ეკონომიკის. ამ დროს სამინისტრო აცხადებს რომ არა გვაქვს საკმარისი თანხები და საერთოდ არ არის ფინანსები რომ სარეზერვო ფონდებიდანაც კი გამოიყოს აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად თანხა. ჩვენ ამ ორ გამონათქვამ შორის ხედავთ ურთიერთგამომრიცხავებას. გასაგებია ამან განაპირობა ძირითადად სტუდენტების შეკრება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ შევეწიროთ შურს და ბოღმას ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ბეტონო, მაგრამ კონკრეტულად ალბათ კონკრეტული მიმართვა უნდა გაკეთდეს, ანუ მარტო განათლება პარლამენტთანაც უნდა ამას გაკეთება თბილისში დღეს უფრო დიდი რაოდენობით შეიკრიბა სტუდენტები განათლების სამინისტროს წინ ისინი საინიციატივო ჯგუფები არიან, ჩვენ უბრალოდ სოლიდარობა გამოუცხადეთ მათ. კი ბატონო. ისინი ალბათ გააკეთებენ პეტიცია იქნება თუ განაცხადეთ და შემდეგ, რასაკვირველია ჩვენც მათ შევუერთდებით ამ კარგ საქმეში. ძალიან კარგი. მე მინდა წარმატება გისურვოთ.
და ალბათ მეც ვიტოვებ რომ ეს საკითხი მაგვარდება შეიძლება ეხლა არ მაგვარდეს დღეს უბრალოდ იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი რაღაც ბიუჯეტი ცოტა ისეთი თემაა მაგრამ ის რომ ერთად გამოდით დღეს და მე მოხარული ვარ ის რომ ქუთაისის ახალგაზრდობა და სტუდენტები გამოდით და იგივე სოლიდარობა გამოუცხადეთ თქვენს სტუდენტებს ანუ სხვა ქალაქიდან აქედან გამომდინარე ეს მისასალმებელია და რა თქმა უნდა ალბათ უნდა იმუშაოთ იმაზე რომ უფრო მეტი სტუდენტები როცა საჭირო იქნება უფრო მეტი სტუდენტები გამოიყვანოთ და ეს მოხდეს არა პოლიტიკური მიზნებით არამედ მხოლოდ თქვენი ინტერესებიდან და თქვენი შეხედულებებიდან გამომდინარე მე მინდა წარმატებები გისურვოთ ჩვენ რადიო მსმენელებს შევახსენებ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხუციძე ელისო იკუტაძე დავითი და სიფაშვილი ისინი არიან დღევანდელი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა და ითხოვენ სტუდენტური დასაქმების პროგრამის აღდგენას. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ ჩვენ რადიო მსმენელებს დავემშვიდობები მომავალ სამშაბათამდე კარგად ვსანდებოდით. გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე თქვენი ფული ფლობს გამრავლების არ გჯერათ 24-10-79 ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური დღის ეთერის სპონსორია პეტროლ ოფისის საავტომობილო ზეთი LPG იცოდით რომ გაზზე მომუშავე ძრავში მშრალი წვა მიმდინარეობს იცოდით რომ გაზზე მომუშავე ძრავს სხვა ზეთი